გამარჯობა თქვენ უყურებთ თამაშ საერთო ნაცნობი. დღეს ერთმანეთს შეეჯიბრებიან ნიკა ქავთარაძე და გიორგი კალანდაძე. გამარჯობა. გაუმარჯოს. საიდანაც მეცნობი საიდანაც, მაგრამ ვერ ვიხსენე. წესები მარტივია, მივდივართ უცხო ადამიანებთან, ვინც უფრო სწრაფად იპოვის საერთო ნაცნობს, ის გაიმარჯვებს. თამაში ორამდეა. რაუბნელი ხარ? ვაზისუბანი. სასწავლობთ აკადემიაში, პოლიციის აკადემიაში, ვაზის რომელ წლიანი ხარ? 86. 86-იანი პოლიციის აკადემიაში. პოლიციის აკადემიას ყავდა კავეინის გუნდი. გახსოვთ ეგეთი თქვენ დროს? ჩემ დროს აღარ. აღარ იყო. ცოტა ბოლოს არის ჩემი. კარგი. მაგრამ საერთო ნაცნობი ვაზისობაში ყავს უბრალოდ. შონზო მაგალითად. კი ბატონო, კი, შონზო არის საერთოდ. რამდენი დრო დაფჭირდა? დრო არის 32 წამი. ბატონო თემო, რო დაურეკოთ და უთხრათ. შონზო იუცდომელი. ვერ დაურეკავთ, ხო? მაგრამ ნუ მე მჯერა შენ მოწინააღმდეგე. ხო, ვაზისუბნიდან ძალიან ადვილი და საჯარებელი არის რა. ძალიან კარგი, რა ხარ? ანუ მოწინააღმდეგეს არა. მოწინააღმდეგეს ჯერა და პრობლემა არ არის, შეიძლება ჩავთვალოთ ეს დრო 32 წამი. რაუბნელი ხარ. საბურთალოზე ცხოვრობ. ო, ეს უკვე დაია. სადა ქუჩას დაახლოებით ხარ, ნუ თქვათ მის სამარს თუ მეტყვი, მაგრამ ქავთარაძე. ქავთარაძეზე. მაგრამ ქავთარაძე არავის არ ვიცი თუ ისე. ქავთარაძე. მეზობლებს არ ვიცნობ, და შტო ეგარ დაგეხმარება. რომელ სკოლელი ხარ? სკოლა დემირელის კერძო კოლეჯი მე დამთავრებული. თურქული სკოლა. ჯერჯერობით ვერ დავწინააღმდი, მოიცოდი. დრო მიდის? სად მუშაობდი რა? სად მუშაობდი? ეროვნულ ბანკი, ალდაგი. ალდაგი. სადაზღვეო სფეროში, ან ბანკებიდან ბანკებიდან გამყოლენზე ჩემ დროს აღარ იყო, მე რა თქო ადრე იყო. ბოდიში გადავიდეთ უკვე. ხო, უკვე ის დროა მოიწურა, რაც ნიკამ დააფიქსირა. ეხლა მე ვიპოვნე, გინდა? მოიცადე. გინდა ამის მე უკვე დავიწვი. ხო. და ამ შემთხვევაში რა ხან ცოტა დროში იპოვა ნიკამ 1-0 ნიკას სასარგებლო. სამართლიანად, ხვას არ ვიღებ. თქვენ მადლობა დიდი. თქვენ მადლობა. გიორგი ხა უყურე როგორ იყურე. ჩავთოთ. რამდენი წლის ხართ? 24 წლის. რაუბნელი ხარ? დიდი ღომში. თბილისელი ხარ? კი. რა პროფესიის ხართ? პიარ-მენეჯერი. პიარ-მენეჯერი. კარგი, რომელი უნივერსიტეტი დაამთავრეთ? არ დაამთავრე უნივერსიტეტი. უბრალოდ სპეციალობა? ავირჩი. ეხა სწავლობ? არა, მოსკოვში დავამთავრე პიარ-მენეჯერის კურსები. აჰა, გასაგებია. როგორ გაიზარდა გეოგრაფია, რა ვქნა ეხლა. მაგალითად, ჩემ სფეროზე ვთქვა, აი შოუ ბიზნესიდან ვიღაცები ყავთ მეგობრები, პიარ-მენეჯერი ხართ. აი ვინ შეგიძლიათ მითხრათ? ბორის ბედია, სოფო ბედია, ჩემი ბიზნესმენები არის. ძალიან კაი, მე ვისმენ ბორის ბედიასა და სოფო ბედიასაც. რამდენი დამჭირდა? დრო შევაჩერე 55 წამი არის. არა, გამარჯობა, სოფო ლევანი ვარ, ბედია, შენი ბიძაშვილი, თუ გახსოვარ, ტიკინაშვილი. კარგად, თქვენ როგორ ხართ? აი ხა, ანუ ნიკა ქავთარაძე არის ჩემ გვერდზე. და თამაში აქვს ასეთი, რომ პოულობს საერთო ნაცნობებს და იპოვა ჩემგან, გიპოვა თქვენ რა. სოფო ბედია. სოფო როგორ ახარ ნიკა ვარ? კარგად. მაპატია რომ შეგაწუხეთ უბრალოდ ესე უცხო ადამიანებთან. კი, ხო ვართ ნაცნობები. კაი გოგო ხარ, წარმატებები, მადლობა და დროებით. კარგად. აი მე გადმოგეცა. კარგი. შენ გააქეხაც და? კი, ეხლა შენ უბრალოდ 55 წამზე ნაკლებ დროში უნდა იპოვო, თორემ მოიგებს ნიკა. მოკლედ დავიწყოთ? დავიწყოთ. ესე იგი, რაუბნელი ხართ? შანხაიზე ცხოვრობ ამერიკაზე. შანხაიზე მუშაობდი 10 წელი. ვა. ოღონდ ახალი გადასული ხართ ალბათ. მე ახალი გადასული ვარ, სადღაც 3 წელია. ჩიფსების თაობის პავილიონი იყო მან. კი. კი, გახსოვთ ეგ დრო? არა. სასწავლობდი. სასწავლობდი და ბათუმში დავამთავრე ეს სკოლა, მაგრამ მე მე გისხო არის რომ ტყობალაძეს მსახიობს. არა, მსახიობს იცნობთ საერთოდ ბათუმში? არა. არავის. აი, მოიცა ბათუმს მაშინ შევეშოთ. ეხლა მეგის თუ არ იცნობ, მეგის ყველა იცნობს ბათუმში. მე ვინმე გაგიგია რომ მე მიცნობდე შენ ნაცნობებიდან? მგონი მეც არ გიცნობ. რაღაც ნაცნობი სახე გაქვს, მაგრამ ზუსტად არ ვიცი. მაგრამ ზუსტად ვერ იხსენე ვარ, კაი, ეგ არაფერი. ცნობილი ადამიანები და ვინმე იცნობ? მაგალითად? ანუ შენ გაიხსენე იცნობ ვინმე ცნობილი ადამიანი? ან მსახიობს, ან მომღერალს, ან ჟურნალისტს? მგონი არა.
არავის, არც რეგიონულ. პამ აა პამ ძანის საშინად არ ჟღერდა ხო? ხო, მაგრამ ნუ ჩემს გასაგები იყო რასაც ნიშნავს. არა უშავს, მეგონი პირიქით გამოგვადე. გამოგვადე მე, აი მანგლიში მიდივარ. არა უშავს მე აი ეგად პოინტი. მეგობრებო ჩვენს თამაში საერთო ნაცნობი დღეს გაიმარჯვა ნიკა ქავთარაძე. Yes. მე მიხარია ნიკა ჩემი მეგობარია და სულაც არ შურს მისი გამარჯვება. სრულებით გემშვიდობებით. ვაკეთე რომ შენ მოგეგო, მაგრამ არაფერი არ გამომივიდა. და არ დააკელი.